მეგობრებო, ეხლა ჩვენთან დილა იწყება ესე. ცივა, მიუხედავად აპრილი არის, კარგად ცივა. ოდა, უნდა ავადოთ ფეჩი. ამისთვის უნდა ჩავაწვრილოთ შეშა ესე. ოფდათ. აჰა მეგობრებო. შეშა ჩაწვრილებულია 1-3 დღე. ასანთებად გვეყოფა. აქეთ კიდე გვაქვს მარაგი შეშის. შეშა დაიჭიხა მეგობრებო, ეხლა წავიდეთ და ცეცხლი დავამატოთ. ალთა ეს წვრილით. ჩაჭეხილი იმით შეშით, შეგვიძლია რომ ქართულად უმელი, ხო? დავამატოთ. აგერ ამოვა მე ეკინა კვამლი და მაგასაც გაჩვენე. რა არის ხო ზოგი დღეს აქ საჩვენებელი მაგრამ მე რაღაცა ძალიან სიამოვნებს რა. ყველაფერი და ესეთი ბუნებაც რო არის გარშემო რა ითა და კავკასიონი მოკლედ იგი ჩემი მარანი ჩანს და ეს სახლი და მოკლედ მე ძალიან მიყვარს ახურობა და ყველაფერი აქაური აბსოლუტურად რა. რადგან მაგის მუღამი ჩამოვდივარ ხო ყოველთვის ქალაქიდან ჩამოვდივარ კი არა აქაუარავი ოდის მივდივარ ეგა უფრო სათქმელი. რომ ეს ღუმელი და შეშა და ეს ნაკვეთჩხალი და ბოლი და რაღაც ეთერჭიქას ფერავი და რაღაც. ეს არა მაგარი. აბა წამოვიდეთ მეგობრებო, სანამ გაიგვიწებენ, ანადე დავუნთოთ ფეჩი. მე მიყვარს დიდი ქადრიად კომარავი ვერ ვიცი, 7 საათის ნახევარზე მაგ საქმე არა, მაინც მეგვიწებ, აი. ჩვენი ღუმელი ოფდა ლამაზი, ეხლა შევალაგეთ. აგერ მეგობრებო, ღუმელი გაგუზგუზდა. ჩვენი წყალი წადუღდა და ეხლა რას ვაკეთებთ? გადმოვასხავთ ამას. აგერ ჭიქაში ოღონდ ჯერ არ ჩავყრით, ჯერ უბრალოდ დავასხავთ. და დაახლოებით 1-5 წუთის განმავლობაში ამას უბრალოდ ეს გავაჩერებთ, ანუ ცოტა გაგრილდება, იმიტომ რომ დუღარეს როცა ასხავ, ეს და დადებითი თვისებები ხილის იქნება, ჩირის თუ ჩაის თუ რა, ნუ რაც შიგნით ჩაყრილი გვაქვს, იკარგება რა კლავს. ამიტომ ცოტა შეგრილდეს, მერე ჩავყრით, გაუშვებს ისე რა თქმა უნდა თავის გემოს, არომატებს და რა ვიცი, ვიტამინებიც ოსია ხო. მოკლედ, ეხლა სანამ ეს გაგრილდება ფინჯანი ჭიქამ დაპირებული დასაწყისში ვთქვი, ვარ იმასაც გაჩვენებთ, როგორ ამოდის საკვამურიდან კვამლი, კოხდათ, გამადათ. ჩვენი ბომბორაც სტარტზე არის. მოკლედ, რა ბომბორაი, ჩვენი პატარა ბომბორიკა. აი, ახალი ინფლუენსერი იქნება ბომბორა. აი რა, რამდენად ჩანს არც და ნისლი არის. ესე ამოდის კვამლი საბუხრიდან ლამაზად ყოფდათ. გაგრილდა ჩვენი ჩაის ჭიქა დუღებული წყლისგან შემდგომ ჩავაყაროთ ეს ჩირების ნაზავი და შაქრის მაგი 1 კოზი თაფლი გავაკეთოთ მეგობრებო. მგონი ეს უკეთესია შაქარზე. ესო ფიქრობ მე. დავალოდოთ 1-5 წუთი კიდე. გავყრება თაფლი. ჩირებიც გაუშვებს თავის არომატებს, ვიტამინებს. მივირთოთ გემრიელად. რავი, ყავას მე ეს მირჩევნია. ფონა კიდევ ერთხელ და რა ვიცი. უგემრიელესი და უჯანსაღესი პროდუქტები. და ამგვარად სიწყნარე ჩიტევ-ჩიკ-ჩიკი, ქათმის და მამლის კაკანი და ყივილი, მე მგონი ეგრე ითქვა ისმის კიდეც. ამას მაგარი არაფერი არ არის რა. აი ბომბორას გეთამაშება კიდე ესე. უნდა ეხლა ბომბორამ დამიხიოს შარვალი. აი ბომბორას როგორ სულ თამაში უნდა, სულ პატარა ბავშვით არის, ლუკასივით არის, ჩემი შვილით. თამაშისკენ იწევს. ასეთი ამბებია მეგობრებო რა ჩვენსკენ და ყველას გისურვებთ კარგ და მზიან და ხალისიან დღეს. რაც ყველაზე მთავარია ჩამთელობას და დანარჩენი ყველაფერი იქნება.